საღამომშვიდობისა ტელეკომპანია ბორჯომის პირდაპირ ეთერშია დღის ქრონიკა. ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი გაგაცნობთ. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ ნახავთ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან წინა სააღდგომოდ პროდუქტს სხვადასხვა კატეგორიის 404 ბენეფიციარი მიიღებს. ბორჯომში მდინარე მტკვრის კალაპოტის დასუფთავება იწყება. ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე კაფეში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით კაფეს 1+2 გასულ ზაფხულს პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე ამუშავებდა. კაფეში დამწვარია სამზარეულო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის სახანძრო სამაშველო სამსახურში შეტყობინება არ შესულა. მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს. დამწვარიაო ისაო იქო და მეტი არაფერი არ ვიცი. მე არ ვიცი, დილით არც შემიხედია, არც გამიხედია იქით არაფერი. ასე 12 საათი იყო, იმ ბიჭმა გითხრა რომ მეო დავინახე პანჯარა იყო ღიაო და აღარ მივეკარე ახლოს. ამლი იყო, ანუ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. პოლიცია იყო დღეს მობილიზებული. დღეს კი ბევრი იყო პოლიცია. და მიზეზებზე თუ საუბრობენ, რისგან შეიძლება გაჩენილიყო? ვერ გეტყვით, არ მივსურვებ. შემიძლია დაგიდასტუროთ ფაქტი ხანძრის, რომ იყო და ამაზე არის გამოძიება დაწყებული 197 მუხლის ინფიცირებებით და სხვა მეც ვერაფერს გეტყვით ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს. პოლიცია როდის იყო მისული? დღეს, ანუ დღის განმავლობაში ღამე გვიან თუ რა დროს, რომელ საათზე სავარაუდოდ? მე ვიცი რა შემთხვევა მოხდა დღეს. შესაბამისად პოლიცია დღეს იქნებოდა მისული. დღეს მთელი დღის განმავლობაში რიგები იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობასთან. წინა სააღდგომოდ პროდუქტის მიღებას ელოდნენ ბენეფიციარები. გამგეობის ინიციატივით დახმარება 404 სხვადასხვა კატეგორიის ოჯახზეა გათვალისწინებული. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით წელს 30 ოჯახი სიიდან ამოიღეს, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. წინა სააღდგომოდ პროდუქტის მისაღებად მისულ ბენეფიციარებს დღეს რიგში დგომა უწევდათ. მუნიციპალიტეტის შენობასთან ხალხის ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა. ეხლა მოვედი და უნდა წავიდე, დროში ვერ ვეტევი, არ დაგანში ხო უნდა წავიდე და უნდა წამოვიდე მერე ისე. უკვე 3 იწყება და ხო უნდა მოვასწვარა ყველაფერს. 9 საათი რიგში ვდგება. რიგი არ არის წესრიგის მიხედვით, იმიტომ რომ გვეჩხუბებიან, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? შვილი მყავს 4, ჩემი გოგო ვერ შემოდის, პატარები არიან და სიძე მუშაობს და მე ვარ ჩამოსული დახმარებისთვის. პურის ფქვილი, ზეთი, შაქარი, მაკარონი, წიწიბურა, ქათამი, ხორცის კონსერვი, პასკა. ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც წინა სააღდგომოდ სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებს ურიგდებათ. ქვილია, ზეთია, გრეჩხა, რაც არის ბრინჯი 5 კილო და რაც არის პასკა და ყველა მადლობა. ნამდვილად არ ველოდებოდი. საკვები პროდუქტი, რაც ყველა ოჯახისთვის ნებისმიერია. განა სოციალურად დაუცველის კი არა და მრავალშვილიანი. ყველა ოჯახისთვის მისაღები პროდუქტი. ესენი არიან მრავალშვილიანი ოჯახები, რა თქმა უნდა 18 წლამდე 4 და მეტი შვილი, ოღონდ ერთი მაინც არ უნდა იყოს 18 წლის, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, ომში დაღუპული მარჩენა დაკარგული ოჯახები, დედმამითობოლი ბავშვები, საქართველოს თლიანობისათვის მებრძოლი პირველი და მეორე ჯგუფის სინვალიდები, მარტოხელა დედები, ვისაც ყავთ 18 წლამდე შვილი და შესაძლებელი მქონე პირები, ესეც 18 წლამდე. წინა სააღდგომოდ პროდუქტის გაცემა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გუშინ დაიწყო და კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. დახმარებას მთლიანობაში 404 ბენეფიციარი მიიღებს. წელს პირველად გამგეობის გადაწყვეტილებით 30 ოჯახის სიიდან ამოღება მოხდა, რამაც ამ კატეგორიის უკმაყოფილება გამოიწვია. მინდა კიდევ განმარტება გავაკეთო, რომ აფხაზეთის და სამაშაბლოში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრების კატეგორია ამოვიღეთ, რადგან სახელმწიფოდან პირველ იანვრიდან დაინიშნათ 1000 ლარის დახმარება და მათ მაგივრად სადღაც 30 ოჯახამდე ამოვიღეთ და 100 ოჯახზე მეტი დაემატა ის ოჯახები, რომლებიც არ იყვნენ ამ კატეგორიაში და ესენი არიან სამამულო ომში მონაწილე ოჯახის ოჯახები. იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც ადგილზე მისვლა არ შეუძლიათ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები პროდუქტს მათ სახლში მიუტანენ. გამგეობის ინიციატივით სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებზე დახმარება წელიწადში 2 ჯერ, წინა საახალწლოდ და წინა სააღდგომოდ გაიცემა.
ბორჯომში მდინარე მტკვრის კალაპოტის დასუფთავება იწყება. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24,000 ლარის დახარჯვა იგეგმება. სამუშაოებს ბორჯომის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური შეასრულებს. ბიუჯეტში ცვლილებების საკრებულომ გუშინ დაამტკიცა. მტკვრის კალაპოტის დასუფთავება სავარაუდოდ 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ეს არის მტკვრის კალაპოტი ბორჯომის ტერიტორიულ რაიონის საზღვრებში. ეს არის ტაშისკარის ხიდიდან სადღაც დაახლოებით დვირის ქვაბისხევის სოფელ ქვაბისხევამდე. ამაში ჩაერთვება დასუფთავების სამსახური, რომელიც აიყვანს თანამშრომლებს და ამ პროექტში გათვალისწინებულია დეტალურად ყველა ხარჯი, ანუ ხელფასიდან დაწყებული, საწვავით დამთავრებული და ამაში შედის იმ ინვენტარის და უნიფორმის შეძენა, რომელიც საჭიროა ამ სამუშაოებისთვის. ჩვენი აზრით, გათვლით ეს სამუშაოები გაგრძელდება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში და ამის შემდეგ უკვე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება ამ ტერიტორიების. ახლა კი ვნახოთ ხვალინდელი ამინდის პროგნოზი. ხვალ 8 აპრილის ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 8, მაქსიმალური კი 18 გრადუსი დაფიქსირდება. დილიდან ღრუბლიანობა მოიმატებს. დილის 10 საათზე ტემპერატურა 14 გრადუსი. 18 გრადუსამდე მოიმატებს სითბო 13 საათზე. იწვიმებს 16 საათიდან ტემპერატურა 15 გრადუსი. 11 გრადუსი და წვიმა დაფიქსირდება 19 საათზე. 10 გრადუსი იქნება 22 საათზე. იწვიმებს მომდევნო 5 დღის განმავლობაში წვიმა იქნება 9 აპრილს ტემპერატურა 14 გრადუსი. ასევე 14 გრადუსი დაფიქსირდება 10 აპრილს. 7 გრადუსამდე დაიწევს სითბო 11 აპრილს. 8 გრადუსი იქნება მაქსიმალური ტემპერატურა 12 აპრილს. 4 გრადუსი და მცირე თოვლია მოსალოდნელი 13 აპრილს. ასეთი იყო ახალი ამბები დღეისათვის. სიუჟეტების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებ გვერდსა და Facebook-ის გვერდზე. მე ხვალამდე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.